ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო თემა ჩვენი დღევანდელი საუბრისა გახლავთ ქრისტიანული მსახურება. ამ თემას ეხება სახარება, რომელიც იკითხება დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის საკვირაო წირვაზე. ეს არის სახარება მარკოზისა 32 მუხლიდან 45 მუხლის ჩაქვით. წავიკითხოთ ტექსტის სახარებისა. მას ჟამსა შინა და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალიმთ და იესო წინა უძღოდა მათ და დაუკვირდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანა კვალად 12  იგი და იწყო თხრობათ მათამ მერმისა მისთვის, რომელიც შემთხვევად იყო მისა. ვითარმეთ, აჰა ესერა აღვალთ იერუსალიმთ და ძეკაცისა მიეცეს ღდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და დასაჯონ იგი სიკვდილდ და მისცენ იგი წარმართა და ეკიცხვიდან მას და განტანჯონ და ნერწყვიდნენ მას და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს. და მოვიდეს მისა იაკობ და იოანე ძენი ზებედესნი და რქვეს მოძღვარ გუნებავს რაითა რომელი გთხოვთ მიყო ჩვენ. ხოლო თავადმა რქვა მათ რა იგნებავს ჩემგან რაითა გიყო თქვენ. ხოლო მათ რქვეს მას მომეც ჩვენ რაითა ერთი მარჯვენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. ხოლო იესო რქვა მათ არა იცით რასა ითხოვთ. ძალ გიცა ასასუმელისა რომელიმე შევსვა შესმათ და ნათლისღებასა რომელსა მე ნათელ ვიღებ ნათლისღებად. ხოლო მათ რქვეს მას ძალ გვიც. ხოლო იესო რქვა მათ სასუმელის სამე რომელსა მე ვსვამ სვათ და ნათლისღება რომელიმე ნათელ ვიღო ნათელ ვიღოთ. ხოლო დაჯდომა მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არ არის ჩემი მიცემად. არამედ ვიეთ და გამზადებულ არს. და ესმა რაი ესე ათთა მათ იწყეს რისხვათ იაკობისა და იოანეს. ხოლო იესო მოუწოდა და რქვა უწყით არამე თუ რომელნი იგი ჰქონებდეთ მთავრად წარმართა უფლებეთ მათ ზედა და დიდნი მათი ხელმწიფებენ მათ ზედა. ხოლო არა ეგრე იყოს თქვენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდყოფა თქვენ შორის იყოს თქვენ და მსახურ და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა იყოს ყოველთა მონა. და რამე თუ ძეკაცისა არ ამოვიდა ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თავისი სახსრად მრავალთა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მიდის იერუსალიმში. და გზაში იგი ეუბნება მოწაფეებს თუ რა მოხდება იერუსალიმში. იგი ხშირად უმეორებდა ამას მისი ჯვარცმის ამბავს, მისი შეპყრობის, შეურაცხყოფის, ჯვარცმის, სიკვდილის ამბავს და ასევე ყოველთვის ასრულებდა ამ თხრობას იმითი, რომ მესამეს დღეს იგი აღდგებოდა. და ყოველი თხრობისას მოწაფეები გაუგნებული რჩებოდნენ, ვერაფრით ვერ ხსნიდნენ, როგორ შეიძლებოდა რა ეს მომხდარიყო, რადგანაც მათთვის მესია იყო გააზრებული როგორც ძლევამოსილი ხელმწიფე, რომელიც ჯერ ისრაელს გაანთავისუფლებდა მონობის უღლიდან და შემდეგ გააბატონებდა მთელ სოფლიოზე. ამიტომ მათთვის სრულიად გაუგებარი იყო რას ბრძანებდა უფალი. ერთი კი რამ იცოდნენ, რომ მაინც ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო მისი გამარჯვებით. და
უკვე მიდიან იერუსალიმში, მაცხოვარი კიდევ ერთხელ ეუბნება ამას და რასაკვირველია ეუბნება იმიტომ, რომ როდესაც ეს მოხდება, მოწაფეებმა დაინახონ, რომ ეს მოხდა არა, ესე ვთქვათ, მისი უძლურების გამო, არამედ ეს წინასწარ მან იცოდა, რომ ეს არის განგებულება საფრთხო და რომ ეს უნდა აღსრულდეს. და რომ ამითი დაეცვა ისინი ესეთი რწმენაში რყევისაგან, სასოწარკვეთილებისაგან. თუმცა მაინც რაც მოხდა, ვიცით, რომ მაინც ვერ გაუძლეს მათ აი ამ ტრაგედიას, მათთვის იყო, ესე ვთქვათ, სრული ესეთი კრახი ეს ყველაფერი, სრული მარცხი და სრულად აუხსნელი რა მოხდა მათთვის. როგორ შეიძლებოდა მაცხოვრის, ესე ვთქვათ, ხელყოფა და მით უმეტეს ჯვარცმა და სიკვდილი. და აი ამჯერადაც ისინი ხვდებიან, რომ რაღაცა წარმოუდგენელია ეს მათთვის, აი ეს როგორ უნდა მოხდეს და მაინც აქცენტი მათი გადატანილია საბოლოო გამარჯვებაზე. და ელიან, რომ აი უკვე მოახლოვდა ეს საბოლოო გამარჯვება და 12-დან 2 მოციქული ძმები იაკობი და იოანე მივლენ მაცხოვართან და საოცარ რამეს თხოვენ. ეუბნებიან, რომ აი შენი, როდესაც შენ გაიმარჯვებ და სრული დიდებით აღივსები, რომ ერთი მარჯვენით შენსა საყდარზე და მეორე მარცხენით. ეს მაცხოვარმა უთხრა, რომ აი ჩემი დიდებით, ასე ვთქვათ, მოსვლისას თქვენ დაჯდებით განჯდათ 12-თა საყდართა ზედა, განჯდათ 12-თა ტომთა ისრაელისათა. და აი მათ ესე იგი ისინი ელიან ამ დიდებას, მაცხოვრის დიდებას, მესიის გამარჯვებას და აი უცნაურია, მაგრამ აი ესეთი იესო ქრისტესთან მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ასეთი მისგან ასეთი მრავალგზის მიღებული სწავლებისა, ქრისტიანული სწავლებისა, მაინც ისინი მათი აზროვნება არის მიწიერი. მათი აზროვნება არის, ასე ვთქვათ, მათი დიდება მათ ცნობიერებაში, ცათასასუფეველი მათ ცნობიერებაში, ეს არის მიწიერი, ასე ვთქვათ, სიძლიერე, მიწიერი ფუფუნება და ესე იგი, გარდა იმისა, რომ ეს მიაჩნიათ, რაღაცნაირად სწრაფვა ამისკენ ძალიან ძლიერი და რადგანაც ხშირად მაცხოვარი პეტრეს, იაკობს და იოანეს გამოარჩევდა სხვა მოწაფეებისგან და განსაკუთრებულ შემთხვევებში მარტო მათ დაასწრებდა სხვადასხვა სასწაულებს, ისინი აღმოჩნდებოდნენ აი ამ მის გვერდით. მათ ჩათვალეს, რომ ისინი არიან ღირსი, რომ იყვნენ აი მაცხოვრის გვერდით და ამას თხოვენ. რაც ძალიან, ესე ვთქვათ, სულიერი თვალსაზრისით, სრულიად, ესე ვთქვათ, არა მიუღებელია, ქრისტიანული თვალსაზრისით მიუღებელია და ძალიან მიწიერი და ძალიან ესეთი, თუ შეიძლება ითქვას, არასულიერი თხოვნა. და მაცხოვარი ეუბნება, რომ არ იცით რა სიტყვოთ. ანუ მაცხოვარი სულ სხვა რამეს გულისხმობს, რომ აი დიდება ჩემთან ერთად, ვისაც უნდა რომ დიდების, ასე ვთქვათ, მონაწილე იყოს ჩემი დიდების, მან უნდა გაიაროს სწორედ ჯვარცმა და შეგიძლია თო რომ აი სასუმელი რომელიმე შევსვა, ესე იგი ამ შემთხვევაში ჯვარცმა იგულისხმებოდა და ნათლისღება რომლითაც მე ნათელი ვიყო თო ანუ ნათლისღება სწორედ აი ამ ჯვარცმის შემდეგ ადამიანის სულიერი ახლიდან დაბადება და ისინი უკვე ხვდებიან რომ აქ ლაპარაკია მცხვერპლზე და ასე ვთქვათ ანთებულები არიან, რასაკვირველია აქვთ სურვილი რომ მაცხოვართან ერთად წავიდნენ აი ამ ჯვარცმაზე
და იტყვიან რომ ძალგვიც შევძლებთ. მაცხოვარი მართლაც მაცხოვარი იცის რომ როცა ისინი სული წმინდის მადლით აღივსებიან, ისინი ამას შეძლებენ და ეუბნება რომ დიახ, თქვენ ამას შეძლებთ. მაგრამ ეს კითხვა მაცხოვარმა იმიტომ დაუსვა რომ მათი ასეთი მიწიერი ასეთი სურვილი და მისწრაფებები გადაეყვანა ასე ვთქვათ უფრო ამაღლებულ მდგომარეობაში და ეს იყო სწორედ ის რომ მათ გააცხადეს ესეთი მზაობა თავგანწირვისათვის უფალთან ერთად. მაგრამ შემდეგ ეუბნება რომ ეს ამას თქვენ შეძლებთ. დიახ, კარგია რომ თქვენ გამოხატეთ ეს მზაობა და მოწყდით თქვენს მიწიერ ასე ვთქვათ ვნებებს. მაგრამ რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნება ჩემს მარჯვენით და ჩემს მარცხენით, ამ დიდების ჟამს, ცხოვრის სრული ასე ვთქვათ გამარჯვების და სასუფეველის დამკვიდრების ჟამს ვინ რა ადგილს დაიკავებს, ეს არ არისო ჩემთვის მოცემული. რას ნიშნავს არ არის მოცემული? ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ღმერთი თვითონ ასე ვთქვათ კი არ თუ შეიძლება ესე ითქვას რაღაცა თხოვნის საფუძველზე, ახლობლობის საფუძველზე ის რომ ესენი მოციქულები არიან, მათთან ერთად გაატარეს დრო, ან ხორციელი ნათესავები ყავს კიდევ მაცხოვარს, ამის გამო კი არ მოხდება მაცხოვართან დიდების მისი დიდების ჟამს, მასთან სიახლოვე და მის გვერდში დგომა და ესე თქვა დიდ სულიერ საფეხურზე ყოფნა. არამედ მხოლოდ ამის საფუძველი იქნება იმ ადამიანთა სულიერება, მათი პირადი ღვაწლი ღვთის წინაშე. და ამით მაცხოვარი ამბობს, რომ ღმერთი არის უანგარო და ღმერთი ყველას მიაგებს საქმეთაებრ მისთან, ღმერთი იმიტომ რომ ეს მოციქულები არიან, იმიტომ რომ მას ხორციელი ნათესავები ყავს, ამიტომ ის უპირატესობას არ მიანიჭებს. პირად ამ ადგილებს დაიკავებენ ის ადამიანები, ვინც ამის ღირსი იქნება. თუ მოციქულები იქნებიან, მოციქულები დაიკავებენ, მაგრამ ეს დაპირობის მიცემა, რომ ყველა შემთხვევაში ვიღაცა რაღაც ადგილს დაიკავებს, რასაკვირველია, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს მიუღებელია. და ბოლოს იგი ეუბნება, რომ მე მოწაფეებს შორისაც დაიწყება კამათი უსიამოვნება, რომ რატომ მათ ეს დააყენეს ეს საკითხი, რომ მათ დააყენეს თავისი თავის სხვა მოწაფეებზე მაღლა და მოწაფეებსაც აქვთ რაღაცა ეთყობა ეს ასევე გარკვეული სწრაფვა ამ მიწიერი პრივილეგიების მოსაპოვებლად და ამიტომ ეს დაძაბულობა გაძლიერდება. და მაცხოვარი ყველას მაშინ მიმართავს ასეთი სიტყვებით, რომ წარმართა შორის ვინც არის მთავარი, ის ესე იგი ბატონობს უმცროსზე, უფროსი უმცროსზე. ხოლო თქვენ შორის, ქრისტიანთა შორის, ასე არ არის, ასე არ იქნება. ვისაც სურს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს ყოველთა მსახური, ვისაც სურს თქვენ შორის პირველყოფა, იყოს ყოველთა მონა. ძეკაცისა მოვიდა არა რათა იმსახურა, არამედ რათა ემსახურა და თავი დასდოს, ესე იგი, მრავალთა ცხონებისათვის. მაცხოვარი გვეუბნება, რომ ქრისტიანობა ეს არ არის მიწიერი პრივილეგია. ეს არ არის, რომ შენ, ასე ვთქვათ, მოიპოვებ რაღაც ძალაუფლებას და შენ სარგებლობ სხვა ადამიანის მსახურებით და შენ ამ მსახურებით ტკბები, სხვისი მსახურებით, სხვა რო გემსახურება, ამაში ხედავ შენ ბედნიერებას, რომ შენ უზრუნველყოფილი ხარ, მატერიალურად უზრუნველყოფილი ხარ, პატივის თვალსაზრისით და შენ მოკლედ ყველა გემსახურება და შენ ტკბები ამ მსახურებით. თითქოს ეს არის
ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი მიზანი ადამიანისა, ორწმუნე ადამიანისა. ხო, ეს რასაკვირველი არის სულად წარმართული ხედვა და სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ხედვა არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ მოციქულებში იყო ასეთი ხედვა რაც შეიცვალა მას შემდეგ რაც სულიწმინდა მიიღეს მაგრამ ეს ხედვა ბრუნდება მართლმადიდებელ ქრისტიანშიც რომელიც სულიწმინდის მადლით ინათლება და ღებულობს სულიწმინდას რამე თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იბრძვის ღმერთთან აი ამ კავშირის შესანარჩუნებლად, სულიწმინდის მადლის შესანარჩუნებლად, თუ არ იბრძვის და აი ეს ბრძოლა არის ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა ვნებებთან, ღვთის დახმარებით. ანუ სინერგიული ცხოვრების წესით, თუ არ ცხოვრობს ადამიანი. ესე იგი შეუძლებელია რომ ლოგიკა არ გახდეს მიწიერი. ამიტომ ხშირად, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად თვით მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გადავდივართ აი ამ მიწიერ ლოგიკაში. და კაცობრივია ეს ჩვენი აზროვნება, კაცობრივია ჩვენი ზრახვა, ანუ მსჯელობა, განსჯა. და აი რა გვიცავს ამ კაცობრივი განსჯისაგან? აი სწორედ მიზანი. მიზანი არის არა მიწიერი, ასე ვთქვათ, დიდება, არამედ სულიერი დიდება. და რა არის ეს სულიერი დიდება? აი გვეუბნება მაცხოვრი. ვისაც სურს თქვენ შორის დიდყოფა, რას ნიშნავს დიდყოფა? დიდი სულიერად. ანუ ვისაც სურს სულიერ სიმაღლეზე ასვლა. რა უნდა გააკეთოს მან? იყოს ყოველთა მსახური. ესე იგი, შენ რაც უფრო მეტს სიკეთეს გააკეთებ. რაც უფრო იფიქრობ იმაზე, რომ არა მოიხვეჭო ამ ქვეყნიური მიწიერი, არამედ მოიხვეჭო სულიერი. და სულიერს ოდის მოიხვეჭა, როცა გასცემ. გასცემ შენ ძალას, გონებას, ნიჭს, ენერგიას, ჯანმრთელობას მაქსიმალურად მოყვას ის სამსახურში, უანგაროდ. ყოველგვარი ესე თქვათ იმ ანგარიშის გარეშე, რომ აი მე ამას გავცემ და მე ეს დავემბრუნებ. არა. მიწიერად ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ ვეძიებთ სულიერ სიმდიდრეს. დიახ, სულიერი სიმდიდრის ძიება ეს ღვთისათვის სათნოა. უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. საოცარია რომ როცა ადამიანი აი ამ სულიერ სიმდიდრეს ეძიებს, მას მიწიერი ხორციელი საჭიროებების ასე ვთქვათ პრობლემაც აღარ აქვს. მიეცემა, ყველაფერი მიეცემა მას. მიწიერიც ეძლევა და მაგრამ მისთვის ეს არ არის მთავარი. მისთვის ეს მიწიერი არ არის წყარო, ასე ვთქვათ, ნეტარებისა, წყარო, ესეთი ტკბობისა და სიხარულისა. არა. ეს არის საშუალება ისევ და ისევ იმისთვის, რომ ისევ მეტი სიკეთე გააკეთოს და ისევ მეტად დაუახლოვდეს ღმერთს. აი მეორე სიტყვა ასეთია, ვისაც სურდეს თქვენ შორის პირველყოფა. რა პირველობაზეა ლაპარაკი? რასაკვირველია სულიერ ამაღლებაზე. იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეციერი სრულარს. სრულყოფა, ეს მუდმივი სრულყოფა, ეს არის სულიერი ამაღლება, წინსვლა და იყავით აი ამაში პირველი. დიახ, უფალია ამ პირველობას არა თუ გვიშლის, არამედ პირიქით მოგვიწოდებს, რომ სულ წინ და წინ ვიაროთ. და აი ვისაც უნდა ესეთი სრულყოფისკენ სწრაფვა, ამისთვის მონა რას ნიშნავს? ანუ სხვისთვის უნდა იცხოვრო. აი პავლე მოციქული ამბობს, რომ სიყვარული არ ეძიებს თავისას. ანუ სიყვარულს არ აინტერესებს პირადი. აინტერესებს აი რაც შეიძლება მეტი გასცეს და შოთა რუსთაველიც ამას არ გვეუბნება, რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგული. აი ეს მარადიული გაცემა, აი ეს მარადიული მსახურება ადამიანს ღმერთს აახლოვებს. იგი ამარცხებს თავის მიჯაჭულობას საკუთარ მეზე. ამარცხებს ამას. თავისუფლდება აი ამ ბორკილისაგან. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. და ადამიანი ესე იგი ტკბება, როდესაც იგი მსახურობს.
და ადამიანი აღივსება ამ დიდი სიხარული, დიდი მადლით, სულიწმინდის მადლით. და თავად მფალმა მოგცა ამის მაგალითი, რომ მოვიდა და ჩვენ სიცოცხლე შემოგწირა, ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. აი ეს არის მთავარი არსი, ესე იგი, ქრისტიანული მსახურებისა. და ჩვენ გვაქვს ასეთი ასევე დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის კვირა არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა. მეხუთე საუკუნის უდიდესი წმინდანისა, რომელიც სანამ ქრისტიანულ გზას შეუდგებოდა, ერთ-ერთი ესე ვთქვათ მეძაობის, ესე ვთქვათ, ჭაობში იყო ჩაფლული. რაღაც არა პათოლოგიურ მეძაობაში იყო ჩაფლული. ასე ვთქვათ, საშინლად დაცემული და დაპყრობილი ყავდა ეშმაკს. და ერთხელაც მან დააპირა ტაძარში შესვლა, აცხოვრის აღდგომის ტაძარში იერუსალიმში და რაღაც ძალამ არ შეუშვა, რასაკვირველია, ღვთის ძალამ არ შეუშვა და მასში მოხდა სრული გადატრიალება. ის მიხვდა, რომ იგი არის ასე ვთქვათ, ღვთისთვის მიუღებელი და ამან ძალიან იმოქმედა მასზე და იგი აესევე როგორც იყო, წავიდა უდაბნოში და 57 წელი გაატარა უდაბნოში. აქედან ნახევარი ტანჯვაში, წამებაში, მაგრამ ასე იგი ბოლომდე ითმენდა ყველაფერს იმისთვის, რომ ცოდვებისგან განთავისუფლებულიყო. და მართლაც განთავისუფლდა ამ ცოდვებისგან და ნახევარი უკვე მას ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას ბიბლია წაკითხული არ ქონდა, მაგრამ როდესაც იგი შეხვდა აბა ზოსიმეს, რომელმაც მისი ცხოვრება აღწერა და აზიარა იგი და 1 წლის მერე იმავე ადგილზე მისულმა ნახა გარდაცვლილი და მიწას მიაბარა, აი ამ აბა ზოსიმეს იგი ბიბლიიდან ელაპარაკებოდა. ესე ღმერთმა იგი გაანაბრძნო, ღმერთმა სიბრძნეც მისცა, მადლიც მისცა. აბა ზოსიმენ დაინახა, როგორ იგი მდინარეზე ფეხით გადადიოდა. ანუ სასწაულთ მოქმედების ზალა ქონდა უკვე მარიამ ეგვიპტელს და აი ეს არის ადამიანი, როდესაც თლიანად ღვთის მსახურებაშია, მოყვასის მსახურებაშია, უარს ამბობს ამ ქვეყნიურ ტკბობაზე, მასზე იგი უკვე აქ დედამიწაზე იწყებს ანგელოზებრივ ცხოვრებას და მას არაფერი არ აკლია, არაფერი. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ იგი აი ამ გზაზე დგება, მან შეიძლება მიაღწიოს ესე იგი უდიდეს სულიერებას, უდიდეს სიწმინდეს, სასწაულთ მოქმედებას, აი როგორცაც მიაღწია მარიამ ეგვიპტელმა და აი აქაც თავის უარყოფა მსახურება არის ღმერთის სათვის თავის უარყოფა არის მოყვასისათვის. ორივე შემთხვევაში ეს არის მსახურება ღვთისა ან მოყვასისა და გაცემა და არა ფიქრი თუ რა მოვიხვეჭოთ, როგორ რაც შეიძლება მეტი ამ ქვეყნიური მიწიერი პირობები შევიქმნათ, იქნება ეს თანამდებობა, თუ იქნება ეს სახელი, თუ იქნება ეს სიმდიდრე და აი ასეთი შთაბეჭდილება აქვს ადამიანს, რომ აი როცა ესეთი პირობები აქვს, რაღაცა ის დაცულია და ნაკლებად ჩავარდება ცოდვაში. სინამდვილეში პირიქით, ასეთ პირობებს რო იქმნის ადამიანი, თუ ეს ღმერთისგან არ არის მოცემული და თვითონ თუ არის ამის ასე ვთქვათ მოხვეჭისათვის თლიანად მთელი არსებით ჩართული, აი ასეთი ადამიანი სრულიად დაუცველია ცოდვისაგან, დაუცველია ბოროტის სულისაგან, ბოროტის სული მას მართავს და არავითარი სიხარული მას არ აქვს. ესეთი ხორციელი ტკბობა შეიძლება კონდეს და ისიც დროთა განმავლობაში ამასაც ეკარგება ფასი. აი ამიტომ ეს მარიამ
ეგვიპტელის მაგალითიც არის სწორედ მსახურების მაგალითი ამ შემთხვევაში უფლისადმი მსახურების, სიწმინდისადმი მსახურების. და აქაც მსახურება არის საკუთარი თავის უარყოფა, არ იფიქრო შენ თავზე, იცხოვრე სხვისთვის. აი ამისკენ ამას მოგვიწოდებს უფალი და ორი სიტყვით წელს დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შემდგომი შვიდეული, მეექვსე შვიდეულის პირველი დღე, ანუ კვირის მეხუთე შვიდეულის კვირის შემდგომი დღე, მეხუთე შვიდეულის ორშაბათი არის ხარება. ამიტომ ორი სიტყვით მინდა ხარების შესახებ მოგილოცოთ წინასწარ ეს დღესასწაული და თქვა რა არის მთავარი ამ დღესასწაულში. მთავარი დღესასწაულში არის ის, რომ რატომ ქვია ამას ხარება? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი სიხარული. რა არის ყველაზე დიდი სიხარული კაცობრიობისათვის? კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი სიხარული არის ის, რომ ღმერთმა აღასრულა თავისი აღთქმა. მას შემდეგ, რაც კაცთა მოდგმამ დაკარგა სამოთხე. აღასრულა აღთქმა, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც მოვიდოდა მესია, მხსნელი, რომელიც კაცობრიობას დააბრუნებდა დაკარგულ სამოთხეში. და სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უწყვეტი კავშირი ღმერთთან, ღვთაებრივ სიცოცხლესთან, უწყვეტი სულიერი ნეტარება და სულიერი ზრდა, სულიერი სრულყოფა, სწორედ აი ღვთის მადლის დახმარებით და ეს არის დაუსრულებელი პროცესი. და ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი და აი როდესაც სამოთხეში ადამიანებმა ცოდვა ჩაიდინეს და დაკარგეს სამოთხე, ეს იმას ნიშნავს, რომ გაწყდა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანი ღვთაებრივი სული ვეღარ დამკვიდრდებოდა, შეუძლებელი იყო, რომ ღვთაებრივი სული, რომელიც არის აბსოლუტური სიწმინდე, უწმინდურ სულში ყოფილიყო, ხოლო სულის განწმენდა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ცოდვების მიტევებით. ხოლო ცოდვების მიტევებისათვის უნდა მოვლენილიყო მხსნელი და აი კაცობრიობას ღმერთი ამზადებდა იმისთვის, რომ მათ ცოდვები მოენანიებიათ. რომ მათ დაენახათ ცოდვების მონანიების აუცილებლობა და მართლაც დადგა ჟამი, როდესაც მოვიდა აღთქმული მესია და აი მისი მოსვლა ეს იყო ღმერთის, ეს იყო ძე ღმერთი, მოვიდა ადამიანის სახით და იგი უნდა შობილიყო როგორც ადამიანი, მაგრამ რასაკვირველია ღვთისმშობლის მიერ მუცლადღება, ესე იგი, უნდა მომხდარიყო არა ჩვეულებრივი წესით, არამედ სულიწმინდის მადლით უნდა ჩასახულიყო მასში, ესე იგი, სიცოცხლე და აი ეს მოხდა ხარებას, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ეუბნება ღვთისმშობელს, სულიწმინდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. აი ეს ნიშნავს, ეს სიტყვები, ეს ნიშნავდა, რომ უკვე მოხდა ჩასახვა ღვთისმშობელში და აი ეს ჩასახვა ნიშნავს ღვთისმშობლის ესე იგი სხეულში მოხდა ღვთაებრივი ბუნებისა და ადამიანური ბუნების შეერთება. ეს არის სწორედ აი აღდგენა იმ გაწყვეტილი კავშირისა, რომელიც ცოდვის დაცემის შედეგად გაწყდა სამოთხეში. ანუ ფაქტიურად ღმერთთან კავშირი ადამიანისა აღდგა აი ამ ხარების ჟამს, ამ სიტყვების თანავე და ეს კავშირი რასაკვირველია ნიშნავდა, რომ კვლავ აღდგა შესაძლებლობა ადამიანის ღმერთთან უწყვეტი კავშირი, ადამიანის ღმერთთან უწყვეტ კავშირში ყოფნისა და მას შემდეგ რაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა, შემუსრა ჯოჯოხეთი, აღდგა, ამაღლდა და სულიწმინდა მოგვევლინა, მას შემდეგ
ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა აღადგინოს კავშირი ღმერთთან და აი სწორედ ეკლესიაში ხდება ამ კავშირის ღმერთთან აღდგენა და ჩვენ უერთდებით ღმერთს და მთელი ცხოვრების მიზანი არის რომ ეს კავშირი შევინარჩუნოთ, თუმცა არსებობს რასაკვირველია ბოროტი ძალა, რომელიც სწორედ ცდილობს ეს კავშირი გაწყვიტოს და თუ ჩვენ ძალიან ფხიზლად არა ვარ, თუ ჩვენ მთელი არსებით არ ვიბრძვით აი ამ სტუნების წინააღმდეგ, ამ ჩვენში არსებული ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ, თუ არ ვიბრძვით, ის ახერხებს ჩვენს სულიერ დამარცხებას ბოროტის სული, ამიტომ მხოლოდ ეკლესიაში არის ის საჭურველი, მხოლოდ ეკლესია გვასწავლის, გვაძლევს საჭურველს და გვასწავლის როგორ გამოვიყენოთ ეს საჭურველი, რომ თავი დავიცვათ ბოროტის სულისაგან და როგორ ჩვენ ესე იგი შევინარჩუნოთ ეს კავშირი, ან თუ ის კავშირი გარკვეული უძლურების გამო დაზიანდა, შესუსტდა, დასნეულდა, როგორ აღვადგინოთ, აი სწორედ ახსარებით ხდება აღდგენა აი ამ დაზიანებული სულისა, დასნეულებული სულისა, დაწყულებული სულისა ცოდვისგან და აი ეს სწორედ ახსარება, ეს არის ნაყოფი უკვე იმ ბრძოლისა, რომლითაც ადამიანი იბრძვის და ხან შეიძლება იმარჯვებს, მაგრამ თუ მარცხდება ახსარებით, ესე იგი ადამიანი მიდის და ითხოვს ღმერთისგან შენდობას და ეს კავშირი კვლავ აღდგება. აი ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, რომ ეს კავშირი შევინარჩუნოთ და როგორც ჩვენ თქვით, მთავარი ცოდვა ეს არის ამპარტავნება, როცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ ამ ქვეყნიური, ესე ვთქვათ, ფუფუნება გქონდეს, ამ ქვეყნიური მაქსიმალური, ესე ვთქვათ, პრივილეგიები გქონდეს და დავტკბეთ ამ მიწიერი, ესე ვთქვათ, მატერიალური ასეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. აი ეს არის სწორედ მონობა ეშმაკისა. ხოლო თავისუფლება ეს არის, როდესაც შენ ამარცხებ ამ ეგოიზმს და ამარცხებ მსახურებით, ღმერთის და მოყვასის მსახურებით. ამიტომ სწორედ მსახურება, სწორედ თავდაბლობა, სინანული არის საშუალება აი ამ ბრძოლაში გამარჯვებისა და აი ამას გვასწავლის სწორედ ეს სახარება, რომ ჩვენ მუდამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ეგოიზმი იმით, რომ არათუ სხვას ასე ვთქვათ ცდილობთ სხვა ჩავაყენოთ ჩვენ სამსახურში და სხვა გამოვიყენოთ და სხვისი ასე ვთქვათ დავჩაგროთ სხვა და სხვაზე უფრო ვთქვათ უპირატესი ვიყოთ და ამით ასე ვთქვათ დავდგეთ, არამედ პირიქით სხვას ვემსახუროთ. აი ეს არის ეგოიზმის დამარცხება და ამას მოაქვს სწორედ აი ამ კავშირის შენარჩუნება, რომელიც ხარებას ასე ვთქვათ გვახარა თავარანგელოზმა გაბრიელმა, რომ აღდგა ეს კავშირი და ეს არის ხარება მთელი კაცობრიობისა და ბედნიერია კაცობრიობა, რომელმაც დაკარგა სამოთხე, დაკარგა ღმერთთან, ასე ვთქვათ, უწყვეტი კავშირი, ღმერთმა კვლავ დაუბრუნა ეს შესაძლებლობა. ეს არის შესაძლებლობა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს უწყვეტი კავშირი შენარჩუნებული იქნას და ამის ვინც ასე ცხოვრობს, იგი დაიმკვიდრებს სათასასუფეველს, მას როდესაც მოვა მაცხოვარი მეორედ მოსვლის ჟამს, ასეთ ადამიანებს, ვინც ამას ეძიებდა და ამისთვის ცხოვრობდა, უფალი დაამკვიდრებს მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში სათასასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის კვირადღის ძალას, მადლს, რომელიც ამ სიმდაბლეს გვასწავლის, სახურებას გვასწავლის, მარიამ ეგვიპტელის მაგალითს გვახსენებს და რასაკვირველია, დამდეგ ხარებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ჩვენთან არს ღმერთი.